ხართ ლანჩხუთიდან რა შეგიძლიათ ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდოთ? ვითარება საკმაოდ ძიმეა, თქვენ აქ ხართ და თქვენს უყურებთ და იცით ეს სიტუაცია, რომ როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამ რაოდენობის ნალექი მათ არ უნახავთ, არ ახსოვთ და იყო მთელი ღამის განმავლობაში კოკისპირული წვიმა, რამაც როგორც ჩანს გააქტიურა მეწყრული ზონები და რამდენიმე სოფელი, მაგალითად ჩოჩხათის თემში 6-ვე სოფელში არის ჩამოწოლილი სხვადასხვა ადგილებში რამდენიმე მეწყერი, არაერთი, მათ შორის ჩოჩხათის თემში ახლაც ეძებენ მოზარდს, რომელიც იყო სახლის გვერდზე დამხმარე ნაგებობაზე და სული შემძლელი ისტორია, როგორც ყვებიან, თავისი სტუმარი ბავშვები, თავის თანატოლები დააძინა თავის ოთახში და თვითონ დარჩა გვერდზე ნაგებობაში და ის ნაგებობა მთლიანად ჩაიტანა მეწყერმა. ასევე მისი თანატოლია უკვე ნაპოვნი, გარდაცვლილი, ასევე ბავშვი 11 წლის უკვე ოზურგეთის რაიონში და სილაურში ასევე ნაპოვნია 92 წლის ქალბატონის ცხედარი. უთარნაგზნო გარდაცვლილების ოჯახებს ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს ბევრი თანაგზნობის სიტყვების თქმა დაგჭირდა, უმძიმესი ტრაგედიებია წელს არის, ძალიან ძიმე წელია, ჯერ შოვი ახლა ეს სიტუაცია და მეძიმეა, როდესაც ადგილობრივებს უსმენ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუკი რაიმე შეიძლება ბუნებრივია სახელმწიფო ახლა ყველაფერს აკეთებს, უამრავ ადგილზე ხიდები დაზიანებულია, ყველგან მიდის სამუშაოები, ძიმე ტექნიკა არის მობილიზებული მაქსიმალური რაოდენობით, რაც შეიძლება, მაშველები ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც უკვე უბედურება მოხდა, ბუნებრივია იქ არიან და სხვა ლოკაციებზე გადაადგილდებიან, თუკი რაიმე შეიძლება, ვინმე დახმარება ჭირდება, ყველას უკვე დაეხმარნენ, მაგრამ დამატებით თუკი რაიმე საჭიროება იქნება, ისინი მზად არიან ამ დახმარებისას. საკმარისი ძალა არ არის, ბატონო ამკომპიუტერი, აი მაგალითად სუფსაში ცენტრალურ გზაზე რამდენიმე წუთის წინ გადავიღეთ ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან დილის 8 საათს მერე ელოდებიან მაშველებს, პირველი სართულები დატბორილია, მცირეწლოვანი ბავშვებით მეორე სართულზე არიან, მამათში მაშველებს ელოდებიან. ესენი ვიცი უკვე ყველაფერი, ჩამოვედი დეტალურად გავეცანი ამ ყველაფერს. იცით რა არის ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ხდება რისკების შეფასება. სადაც მეტი რისკია, ბუნებრივია პირველ რიგში მეხანძრე მაშველი მიდის იქ და არ არსებობს ამ წუთას ადამიანი, რომელსაც თქვა რაღაცა საფრთხე აქვს და იმას არ ეხმარებიან და ბუნებრივია შედარებით ნაკლები, სადაც საფრთხეა და ამ წუთიერი და მყისიერი საფრთხე არ არის და ღმერთმა ყველა საშოროს, ასეთ სიტუაციაში ბუნებრივია შეიძლება თქვა უდნავ დაგვიანებით მივიდეს იმ ადამიანთან, ვისაც უბრალოდ დატბორილია პირველი სართული და შეიძლება წყლის ამოტვირვა გახდეს საჭირო. ეს ოდნავ მოგვიანებით ხდება, ბუნებრივია პირველ რიგში მაშველები და უწყებები და მისი წარმომადგენლები მიდიან იქ, სადაც არის საფრთხე და სადაც მყისიერია საფრთხე და ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით დამატებით გეოლოგებიც მუშაობენ, იმიტომ რომ იმხელა ნალექი მოვიდა, რომ გააქტიურა მიძინებული მეწყრული ზონები, ამასთან დაკავშირებით ცალკე შეფასებას აკეთებენ და ამან გამოიწვია უდიდესი ტრაგედია, რომელიც უკვე მოხდა, მაგრამ ხარ რისკებზეც ფიქრობენ და ყველა სამუშაოს წევენ იმისათვის, რომ რისკები მათ შორის გამოიწყოს. პირველ რიგში მოკლედ მიდიან იმ ადამიანებთან, რომელსაც ჭირდებათ მყისიერი დახმარება. რომ მეწყერსაში ზონა ბევრ ადგილზე დიდი ხანია ვიცით. ადამიანები წლების განმავლობაში ამბობენ, რომ მათ ჭირდებათ სანიაღვრე არხების გამართვა, ჭირდებათ ნაპირის სამაგრის სამუშაოები და დღესაც ვისმენთ ამ ადამიანებთან წლებია ითხოვენ დახმარებას და უშედეგოდ. გარდა ამის არის ერთი მთავარი პრობლემა, ეს არის ქვაღორღის მოპოვება, არ ვიცით, ხსმენიათ თუ არა საქართველოს პარლამენტში რა ხდება გურიაში როგორი ტიპის მოპოვება, ამაზე არაერთი განცხადება, არაერთი აქცია ვნახეთ, თუმცა შედეგი არის ის, რომ დღეს ვიღაცები ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა. ყველგან ხრიან, არავინ არ ამოწმებს. მოკლედ ჩვენ ეხლა არ გადავიდეთ იმ ფაზაში, ხეთკის ჭრას რომ აბრალებდნენ 65 ჰექტარი ყინულის მწვერვალიდან და მთიდან და კლდიდან დაძვრას. ნუ გადავალთ ამ იმაში, შეიძლება ის ალგე რაღაცა პრობლემებზე საუბრობდეთ და არ ვერიდებთ, მათ შორის თქვენ ძალიან კარგად გახსოვს რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურთან დაკავშირებით იყო ჩვენგან შესაბამისი რეაგირება, იქ ჩვენ მართავ მტყუანს აღარ ვარჩევთ სიმართლეს და ვამბობთ, რომ სადღაც რომ იყიდება თქვა პარკის ნაწილი იმისათვის, რომ იქ ბანკი აშენდეს, ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, მაგრამ მეორე მხრივ ხა ქვაღორღზე ვილაპარაკოთ, რომელიც დაკავშირებული შეიძლება არ იყოს, იქნება დამაზიანებელი და საზოგადოების ახლავე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან უსუსური მცდელობა. ამიტომ მოდი რეალობაში ხედავთ თვალებში. რაც შეეხება ნაპირის სამაგრეს,
არის 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი, შეიძლება პირობითი ნათქვამი იყოს, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტი ვიდრე იყო და ბუნებრივი ამის კეთება და ამის ასეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაგრძელება ხდება და ჩვენ ხედავთ რომ არის ადგილები, სადაც არასდროს, მათ შორის ჩვენი წინათაობის ადამიანები საბჭოთა პერიოდის რაღაც სამუშაოებს მოიხსენებენ ხოლმე დადებითი კონტექსტში. კი ბატონო, რაღაცები მაშინ კეთდებოდა და შეუძლებელი ეგონა უბრალოდ ბევრს რომ ისეთ ადგილებში სადაც არასდროს არ ყოფილა არც გზა და არც რაიმე ინფრასტრუქტურა იქაც არის დღეს ამ შეუძლებლობის მიუხედავად ამ არასწორი წარმოდგენების მიუხედავად. სალომე ზურაბიშვილზე მინდა გითხოთ პრეზიდენტმა თქვა რომ ევროინტეგრაციის მოტივით მიდიოდა ევროპაში მიუხედავად იმისა რომ მთავრობამ უარი აქ ძალიან მარტივად არის. კონსტიტუციის 178 მუხლით ანუ ეს გავალდებულებს რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციისთვის. მანიპულირებ თუ არა პრეზიდენტის მარტივი ამბავია. რას გულისხმობს კონსტიტუციის ჩანაწერი? 78 მუხლი გულისხმობს რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სტრუქტურებზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ სიტყვებს თუ გამოვტოვებთ, შემდეგ მივიღებთ შეცდომით მოცემულობას და მანიპულირებას უხეშ, რაც სამწუხაროდ გუშინ ქალბატონმა სალომემ გააკეთა. ანუ თავისი უფლებამოსილება იცით რას ნიშნავს? მაგალითად ქალბატონ სალომეს ევალება რომ პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებაში რაც არის, რაც უწერია კონსტიტუციაში, ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე და რაც არ უწერია, იქ მიდის. ანუ შენ რომ არ გეკითხება ადამიანი იმ საქმეს არ უნდა აკეთებდე, თუ ამის დელეგირებას თავრობას მოხდეს, მაშინ უნდა აკეთებდე. მაგალითად, მას შეუძლია პოზიტიური როლი შეიტანოს პოლარიზაციის პროცესში. იმ დროს, როდესაც აღვივებს პოლარიზაციას. მაგალითად, მას შეუძლია თავის ქვეყანას მხარი და უჭიროს თავისი განცხადებებით. ამ დროს ის ამბობს, რომ არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ. ანუ, სადაც მან ევროპისათვის, ევროპულობისათვის, ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო იბრალებს და ამიტომ მარტივია ყველასთვის გასაგები რომ იყოს, იქ წერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და თავისი უფლებამოსილება სადაც არის, იქ აფუჭებს და იქ როგორ გააკეთებს, სადაც მისი საქმე არ არის. ნიკა მელიასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, აი როგორ ფიქრობთ რა აჩვენა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით? თქვენი აზრით, რამდენად სწორია 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მელია, სწორედ გახარიაც გადადგომა რომ მოეყვანა არგუმენტად რომ მისი დაკავება პოლიტიკური იყო, რაც საბოლოო ჯამში არ გადასტურდა. მაშინ ყველა ლაპარაკობდა სამწუხაროდ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ვისაც ამ ქვეყნის დაზიანება უნდოდა და ქვეყნის შიგნით ასეთი სამწუხაროდ ბევრი მოგვეპოვება და მოიძებნება, არამედ ქვეყნის გარედანაც ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებიც კი საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ანუ თვეების განმავლობაში ადამიანებს ტვინში, ზოგიერთმა ტელევიზიამ, ზოგიერთმა NGO-მ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ტვინში უჭედეს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება, სტრასბურგმა ამ ყველაფერს ცივი გადააწყდა და თქვა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და დაკავება იყო კანონიერი მოტივიდან დაწყებული, დამთავრებული მის ფორმალურ მხარემ. და აქედან გამომდინარე, ან გახარია ისთვის გადადგა, ახლა ჩვენ კითხვები გვაქვს, რისთვის გადადგა გახარია? როდესაც ყველაფერი თურმე კანონიერი ყოფილა, ეს ადამიანი პირიქით პოლარიზაციის, მაშინდელი იმ პოლარიზაციის და თითქოს რაღაც ესკალაციას რო გამოიწვევდა, მელეს დაკავება ამის სინამდვილეში შესამცირებლად კი არა, გასაღვივებლად გადამდგარა და ანუ ჩვენ რო ვეძახდით რომ უღალატ ამ კაცმა თავის გუნდს დღეს რომ დადის იქ და მე იმალება იმის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე რო ლაპარაკობენ და პარალელურად ეს რომ ჩნდება ასეთ შეხვედრებზე და მე რო უარყოფს უბრალოდ ყავის დასალებად ვიყავითო ვინმე წარმოიდგენდა რომ გიორგი გახარია გაბედავდა და იფიქრებდა ან დაუშვებდა ან იკადრებდა ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარს ან ამ ასეთ შეხვედრაზე მისვლას ან იქ გავლას საერთოდ ხო ვერ იფიქრებდა ამას მაგრამ იკადრეს იფიქრეს ყველაფერი გააკეთეს და დღეს გვაქვს ეს მოცემულობა რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ სოფლიოში თქვა რომ ტყუილია მისი პოლიტიკური დაკავება სიმართლეა რომ ის ხო დასაკავებდა და დააკავეს ყველა ფორმალური და ორელის ნაწილში რა მტკიცებულებებია გახარიას ნაწილში ამაზე თქვენ მიანიშნეთ კიდევ რის მტკიცებულებებზე გახარიას ნაწილში აი ამ პროცესებთან დაკავშირებით მეტი რა მტკიცებულება უნდა იყოს კაცი გამოვიდა და გადადგომის მოტივა დაასახელა ის რომ ესკალაციას არ უწყობდა თითქოს ხელს და თითქოს აქ რაღაცა პრობლემები იყო და მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს მთელმა საქართველოს საკუთარი თვალით ნახა გადამდგარი შეშინებული პრემიერ-მინისტრი და შემდეგ უკვე გუშინ წინ იხილა სტრასბურგის გადაწყვეტილება, თურმე გადასადგომი კი არა, არაფერი უბრალოდ უკანონოც კი იქ არ ყოფილა. პატარა უკანონობაც კი არ ყოფილა და რისთვის გადადგა ახლა ეს კაცი? ალბათ უკვე მარტივად დასადგენია, მაშინ როდესაც მეორე მტკიცებულება ყველა რაიონის საკრებულოში, სადაც მას შეეძლო ადგა და კოალიცია დაალაგა ნაცმოძრაობასთან. მეტი რა მტკიცებულება გვინდა. ორელის ვიზის და ღარიბაშვილის კონფერენციას როგორ შეაფასებთ?
პირდაპირ თქვა ბორელმა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის კარგი გზავნილი. არა, მე უფრო მეც გეტყვით. თქვენ კიდე რბილად თქვით, კიდე უფრო მკაცრად შეაფასა ჩემი გადასახედიდან ბორელმა მაგალითად იმპიჩმენტის საკითხი და სხვა მკაცრი და საკმაოდ ისეთი ნეგატიური გზავნილებიც იყო. პოზიტიურიც იყო, უნდა ვთქვა. ძალიან პოზიტიური გზავნილებიც იყო, მაგრამ ნეგატიური გზავნილებიც იყო და ძალიან მენიშნა მე პირადად ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს მის წარუმატებლობას. მე ვფიქრობ, რომ შედარება ტუნებას დამთავრდ და არ გავკადნიერდები ალბათ, რომ გავაკრიტიკებ ამ მოსაზრებას, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი შედარება ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ მგონია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც ვთქვათ, რომელიმე პროფესორის ან რომელიმე პროფესორის და სტუდენტის ცოდნა, ეს ერთი. და მეორე, არის შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ ხოლმე დაბალ ქულას სტუდენტებს. ასეთ შემთხვევებიც ხდება. ხომ არ გვაქვს ასეთ მოვლენასთან საქმე და მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სხვაზე გაცილებით წარჩინებულია, სხვაზე გაცილებით მომზადებულია სტუდენტი, რატომ იჩაგრება მაშინის ხებთან შედარებით? ეს არის ყველაზე რელევანტური კითხვა. არის ჩაგრება, ეს არ არის სწორი მოცემულობა, იმიტომ რომ თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც ჩვენ ვართ მოწინავეები, ჩვენ ვართ წარჩინებულები რეფორმებით, რეკომენდაციების შესრულებით და ასე შემდეგ. და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს და სხვას ავანსად გასაგები არ გშურს, არ ვედრებით, კი ბატონო, და გვიხარია სხვისი წარმატება ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ომში მყოფი უკრაინის განსაკუთრებით, მაგრამ ამის ფონზე რაღაცა ისეთი მიზეზებით, რომელზეც საუბრობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, ჩვენ არ უნდა დავიჩაგროთ. ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს და ქვეყნის გარეთ და იმპიჩმენტი მოუწევს. არა, ამის ფონზე როდესაც პრეზიდენტი ამბობს, არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანოთ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და უნდა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ იქნება გადაწყვეტილება სამართლიანი, მაშინ საქართველოს უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუ იქნება არასამართლიანი, კიდევ ეს ნიშნავს, რომ მაშინ პირიქით საქმე ხომ არ გვაქვს, შეიძლება დაისვას კითხვა ხელის კვრასთან რუსეთის მიმართულებით. რუსეთს ეს ქვეყანა არ უნდა შეატოვონ. იმიტომ რომ თუ წარმატებულია, თუ კრიტერიუმებით პირველ ადგილზეა, თუ უფრო მეტი რეფორმა აქვს, უფრო პოზიტიური რეფორმები აქვს, უფრო მაღალია დემოკრატიის ხარისხი, მაშინ როგორ შეიძლება საქართველოს მიტოვება ისე რომ რაღაცა რუსეთის ის არ გავხდეთ. თქვენ არ იყავით სალომე ზურაბიშვილის გასაპრეზიდენტებლად ყველაფერს რო აკეთებდით და მართლა ყველგან დადიოდ. ეხლა რატო გახდა ცუდი? იმიტომ რომ ესე თქვა არ შეასრულა თქვენი დავალება გვახსოვს. იგივე იყო მარგველასთან დაკავშირებით. ყველაზე კაი დამამთავრებინე წეღან წინადადება და ნახეთ დიახ, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც მას როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს მხარი დაუჭირა. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ მისი პირადი რეიტინგი მეორე ტურში არ იყო საკმარისი და ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის ბანერები გამოფინეთ. დიახ, ჩვენ ვიყავით ეს ადამიანები და მაშინ მას არ ქონდა ისეთი რამე ნათქვამი, რომ საქართველოს რაღაცას არ იმსახურებს. და დღეს ამ ადამიანმა თქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქვეყნის შიგნით და გარეთ თითქოს ეს არ გადის. ქვეყნის შიგნით ნათქვამი და მან თქვა, რომ საქართველოს სწორად არ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არ იყო შეცდომა და ეს იყო გაფრთხილება და წელს ჩვენ გვითხრა პარლამენტარებს, საქართველოს პარლამენტზე საზოგადოებას საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომ რეკომენდაციები სრულდება მხოლოდ ფორმალურად. როდესაც ყველაზე მკაცრი შემფასებლები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანას მაინც და მაინც აფასებენ ყველაზე მკაცრად. ამბობენ, რომ 3 რეკომენდაცია გაქვს სრულად შესრულებული, განაჩენები გაქვს ნაწილობრივ და იქ კიდე სამუშაოა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა ფორმალურად სრულდება. ანუ ყველაზე მკაცრ დისკუსიაში რომ შევდივართ ჟიურისთან, თუნდაც სტუდენტი, ცუდი შედარებაა ჩემი აზრით, მაგრამ სტუდენტებმა პროფესორთან გაჩაგვის და უსამართლობის გამო რომ შედის შეფასებასთან დაკავშირებით დისკუსიაში, წარმოიდგინეთ ამ სტუდენტის მხარეს ყოფი ადამიანი, მისი ოჯახის წევრი თუ როგორი ალეგორია გავაკეთო ამ შემთხვევაში, ამისი რომ ამბობდეს, რომ არა 3 და 4 კი არა, საერთოდ არ გეკუთვნის ნიშანი. ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა და არ არის მისი კომპეტენცია. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ შევასრულეთ რეკომენდაციების უმრავლესობა
გავატარეთ რეფორმები, დემოკრატიის ხარისხი გავაუმჯობესეთ, ეკონომიკა გავაუმჯობესეთ, სიღარიბე შევამცირეთ 30-დან 30%-დან განახევრდა სიღარიბე, ეკონომიკა არის გაზრდილი და გუშინ მელაპარაკებოდნენ თქვენი კოლეგები მაგალითად ერთ ამოგლეჯი კონტექსტიდან ამოგლეჯი იმიგრაციას და მიგრაციას. მაშინ როდესაც 200,000 მეტი ადამიანი იყო 2012 წლამდე გასული, უარყოფითი სალდო უფრო სწორად და ეხლა არის 50,000-ზე ცოტა მეტი. მოდი ამ ციფრებს გადავავლოთ თვალი. ტყუილია ის რომ 30%-დან განახევდა სიღარიბე, ის განახევრებული ძალიან უძიმეა, იმიტომ რომ 15%, 16% ადამიანი სიღარიბე ეს არის მონაცემები სოფლიო ბანკის. დავდივარ და სოფლიო ბანკის მონაცემებს ვეცნობი და ვეცნობი საქსტატის მონაცემებს. თქვენ განახებთ ეხლა ადამიანებს რომ გაიცნოთ. გავიგე, იმიტომ რომ 15%-ში არიან ისინი და ზრუნავთ ამაზე. ერთი წამით მომისმენთ 15-ისა და მეტისა ახლა მაგიტი არა ასია ის არ არის ყველა მეორე ოჯახი გურიაში ისია ეს არ გვინდა ხალხო სადაც ეხა იმყოფებთ ოზურგეთში რამდენი მილიონია ევროკავშირის განყოფილი თქვენი მიკროფონი მაინტერესია იცით ნახეთ ეხლა გეტყვით რაღაცას ტყუილია ამ სოფლიო ბანკის მონაცემებიდან განახევდა სიღარიბე ამ ქვეყანაში აბა მე პასუხობ მე არ მინახია განახევრებული სიღარიბე მე ვნახე მშიერი ბავშვები რომლებსაც საკვების ფული არ აქვს და უსამსახურებლად შეათეულობით ადამიანი ერთეულს რომელსაც მყისიერად ეწევა ხოლმე დახმარება და საქართველოში არის უამრავი ასეულობით ათასი ადამიანი კიდევ დარჩენილი რომელსაც არ აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის რომ სიღარიბეში არ იცხოვროს ეს არის უმძიმესი რამ არის მაგრამ არის 15-16%-მდე ჩამოსული იყო 30 და თქვენ რომ დღეს ხარს უჭერთ პარტიას და რომელ პარტიასაც ემსახურებთ. ოდიშ მე არაფერი არ მეშრობ. მე არავის არ ვემსახურებ. თუ მიკროფონი ჩანს, ცოტა უხერხემლოებაში აღმოჩნდება. კოლეგას თუ დავეხმარები? არა, ეს ხო, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ გამოჩნდეს რომ იცოდეს მე მაყურებელმა მინდა იცოდეს თქვენ ხარ. ტევე პირველი ხო წარმოადგენთ, ხო არ მეშრება. ტევე პირველი. დიახ. იამაყეთ კაცო არ არის პრობლემა. თქვენი ამაყობთ იმით რომ მაგალითად აცხადებთ რომ გრუბლები თავის სახლობლების ვენახებით სადზე ჩამოყარეს ხოლოდ. არა, ისინი ამაყობ რომ აი თქვენს გვერდზე 2 მილიონი დახარჯეს ამ ეგრეთ წოდებულ კუბოებზე და ჩვენ რომ გამოვართ ამას. ხო, გავიგე, დაამსგავსეთ, ხო, დაამსგავსეთ თქვენ აღიქვავთ ასე. ეხა ერთი რაღაცა ფორმის გამო თითქოს ტყუილია ის რომ ღრუბლებზე იძახით რომ თავის სახლობლების ვენახების თავზე ჩამოყარესო. ამას კადრულობთ ეხა. როგორ არის? კი, ვიცი ზუსტად. უცით რამდენი მილიონი დახარჯა ევროკავშირმა? ვიცი, ბევრი რაღაც. მანახეთ ერთი ბანერი სადაც წერია რომ ანუ სახელმწიფო რამდენ ფულს ხარჯავს ხალხი რამდენ ფულს ხარჯავს ეს ქართული ხალხის ფულით არის გაკეთებული აი ეს ქართული ხალხის ფულით არის გაკეთებული ეს ბიზნეს აიوانაშვილის ფულით არის გაკეთებული და ბანერი გამოვაკრათ რომ გამოვაკრათ რომ ბიზნეს აიوانაშვილის ფულით მალავთ რაც ნიშნავს კაცო რატო არ არის შესაბამისი ბანერი ნახეთ აი რას კადრულობთ ერთი წამით დამამთავრებინეთ ისე ახლა რას ესე რომ ეთქვით ესე გადახრილი თავით ეს იმას არ ნიშნავს და არ ნიშნავს ახლა დაძაბვა მიმიკების იმას რომ მე შემეშინდება და გული გამესდება ყურადღებით მომისმინეთ რაღაც გაკეთა ევროკავშირის ფულით, რაღაც გაკეთა სახელმწიფოს და ხალხის ფულით, რაღაც გაკეთა ბიზნეს აიوانაშვილის ფულით. ანუ აქ დავაწეროთ რომ ეს გაკეთა ევროკავშირის ფულით, იქ დავაწეროთ რომ ეს გაკეთა ხალხის და სახელმწიფოს ფულით, აქ დავაწეროთ რომ ეს გაკეთა ბიზნეს აიوانაშვილის ფულით. რა სპეკულაციაში შედიხარ და არის ძალიან მდარე PR კამპანია ისეთი რომელზეც ამ მიმიკების არ მეშინია და რა გავაკეთე უკაცრავ. ასე რო ვაკეთებ ჩვენი ახლა არაფერი ამ ჩვენი ნახეთ არაფერი ზუსტად გამოვაკეთეთ რომ 30 მილიონი როგორ დაიხარჯა არც კი გაახმოვანეთ ეგ გამოვიდამალეთ. კარგი. ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყანაში რაც კი ღვაწლია და წვლილად ჩვენ ყველაფერს ვამბობთ აღნიშნავთ მადლობებსაც ვუხდით მათ შორის თქვენ ამას მალავთ ყოფილა შემთხვევები რომ პოზიტიური ნიუსები საერთოდ არ გაგიშვიათ და არა ახლა გულწრფელ მადლობას ვუხდი ახლაც მათ შორის ახლა რომ თქვენ რომ დამანახეთ ეს მოცემულობა ერთ მხარეს არის ევროკავშირის ფული დახარჯული მეორე მხარეს არის სახელმწიფოს თანხები დახარჯული და მესამე მხარეს არის ბიზნეს აიوانაშვილის ფული დახარჯული 3 მილიარდი დოლარი სხვათა შორის რომელსაც თქვენ არ ახსენებთ ხოლმე და უარყოფით კონტექსტში რაღაცას ააგორებთ ხოლმე და ამიტომ ეხა მე და თქვენ რაც არ უნდა ვიკამათოთ აქ ეს ხალხს არ აინტერესებს ხალხს აინტერესებს სიმართლე ის სიმართლე რომელსაც თქვენ არ ეუბნებით ხოლმე ის სიმართლე არ არის გაბიონები გაკეთებული თვეების და წლების განმავლობაში კარგით ერთი წამით საიდან საჩამოვედით
გაგაღიზიანად სიმართლე რომ 30% არ ვიცი არ მინახავს 30% ავი 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება არ ჩამოდიო ცოტა უფრო ხშირად ჩამოდიო ყველა რაიონში წელიწადში ერთხელ და ერთ თვეში ერთხელ ადამიანი ვერ მივა და რას მაყვედრით ვერ გავიგე აქედან გამომდინარე ხა თქვენ დებატები თუ გინდათ ჩემთან დებატები თუ გინდათ გადავინაცვლო სხვაგან და იქ ვიდებატოთ უბრალოდ თქვენ რომ გაგაწიწმნათად გაგაღიზიანათ იმან რომ 30%-დან განახლებას იღებდა არ მინახია მე ადამიანიო რომელიც რაღაცაოს იღებდა გამოვიდაო ეს არის თქვენი ტყუილი კონტექსტი კი არ ვამახინჯებ სიმართლე თქვენ TV პირველი რომ მემეტყვის კონტექსტს ამახინჯებ მეტეორს ახსენებენ ხოლმე ხუმრობით მაგრამ აქ არ გვეხუმრება ეხა არაფერი ისეთ მდგომარეობა გვაქვს ნახდათ არა ნამდვილად და ამიტომ თუ შეიძლება სიმართლეს გაუსწორეთ თვალი აი აქამდე რო დახვალთ მე ერთი მაგალითი რატომ მოვიტანეთ თქვენ სახეს აჩვენებს უბრალოდ რომ ღრუბლებს თავის ახლობლებს ვენახების თავზე წრიან და ფანტავენ ხოლოდო ამასაც რო იკადრებთ მე არაფერი აღარ გამიკვირდება არც ერთი სხვა უფრო დახვეწილი ტყუილი უფრო მე ვიკადრე არასწორი მითხარით აპირადად თქვენ არ გიკადრიათ ეს და რომელი იყო არასწორი ინფორმაცია ჩემგან გავრცელებული თქვენ პირადად საუბრობთ მე თქვენ ხარ გურიაში სადაც კატეგორიულად მალავთ 30 მილიონის ამბავს წყალში იყრება რამდენიმე მილიონი ადამიანები გაბიონებს ითხოვენ წლების განმავლობაში და ხელისუფლებას არაკეთებს. ნახეთ, ოზურგეთში, გურიაში ბევრი რამ კეთდება. მათ შორის რა თქმა უნდა ისე როგორც ყველა რაიონში ევროკავშირის თანხები იხარჯება და 100 იმდენი იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან საკმაოდ გაზრდილი თანხები. ის რომ არასდროს რომ არ ყოფილა, ისეთ სოფლებშია მისული წყალი გაზი, ინფრასტრუქტურა, ასფალტი, ბეტონის გზები, ეს ხო იცი. ამას რატო არ ლაპარაკობ? მარტო ერთ მხარეს რომ ლაპარაკობ, აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვიცით რომ ინფრასტრუქტურა არასდროს რომ არ ყოფილა, ასეთ სოფლებშია მისული, თქვენ ამას კი არა, სადაც არ არის მისული, მხოლოდ იმას აშუქებთ. ეს არის დაბიოპიარი და მათ შორის რა მაგალითად მე მოგიტანეთ ის, აქედან გამომდინარე, რეალურად კარგი რა ჟურნალისტი მიგუბრუნდეთ სტიქიას ერთი კითხვით რაც ეხება დაზარალებულებს ასეთ ძალიან ბევრია გურიის რეგიონში ჩოხატაურში და ლანჩხუთსა და ოზურგეთში ამასთან დაკავშირებით რაიმე პირველადი გეგმა თუ არსებობს აი როგორ მიიღებს ეს მოსახლეობა დახმარებას რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი რაიმე გეგმა თუ არის ამით მონაცემების დამუშავება სამწუხაროა რომ ბევრი ოჯახი დაზარალდა ნუ ახლა ყველაფერი შედარებითი აქაც სამწუხაროდ ამ სამყაროში რა ვიცი ხა რა ენა მოგიბრუნდება რა უნდა ილაპარაკო როგორ სამძიმარიც კი როგორ უნდა უთხრა იმ ადამიანებს რომელსაც 11 და 12 წლის ბავშვებს ერთს ეძებენ და მეორედ დაღუპული აღმოაჩინეს იქ არ ვიცი უბრალოდ სიტყვები უზურია და არაადამიანური ტკივილია არ ვიცი ჩვენც ხა ამ ბოლო დროს მე მაგალითად ერთ-ერთი ჩართვის დროს უბრალოდ კამერის წინ საუბარი გამიჭირდა შოვიდან რო ვერთვებოდი იმდენად საშინელი ტრაგედიაა და ხა ამას ვერაფერი ვერ ანაზღაურებს და ვერასდროს ეს ტკივილი ვერ გაუქრებათ მისი ოჯახის წევრებს. მაგრამ სხვა მხრივ ხა მატერიალ ზიანს რაც შეეხება აღწერა მიდის და ბუნებრივია სახელმწიფო როგორც იდგა ესე იდგება და კიდევ მეტი შესაძლებლობებია დღეს უკვე გაზრდილი ეკონომიკის პირობებში და ბუნებრივია სათითაოდ მიექცევა მათ ყურადღება. და სათითაოდ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ კომუნიკაცია შედგება მათთან, მაგრამ გრძელდება ეს პროცესი, ხა დახმარება გრძელდება ადამიანებს ჩვენს რომ მოდიოდით ხა გზაზე, აგერ ცენტრალურ გზაზეა, წყალი ასფალტზე გადმოსული და ცენტრალურ გზაზე საჭიროებს თქვა რაღაცა სამუშაოებს. აქედან გამომდინარე ხა ხიდების აღდგენა იწყება, ძიმეტექნიკა მობილიზებულია, ამატებენ ამ ძიმეტექნიკას და მუშაობა მიდის იმისათვის რომ ერთი ზიანი იქნას ანაზღაურებული, რაც მატერიალური ზიანი ადგებათ ოჯახებს, მათ შორის სხვათა შორის ამაშიც ვერ ყვევდი ხა ადგილობრივი მეუბნებოდნენ არის რამდენიმე ადგილი სადაც განსახლებისთვის გამოყოფილი თანხები უკვე გადახდილია და ასეთ ზონებში ეხლა ვცდილობენ რომ დაარწმუნონ რომ უკვე გადახდილი სადაც აქვს კომპენსაციები წინასწარ ანუ მეწყრული ზონები რომ იმ ოჯახებიდან შეიძლება გაყვანა კიდევ უფრო დაჩქარდეს თქვა თუ იქ მაგალითად გეოლოგებმა თქვეს რომ არის რაღაცა მცირე შანსი რისკი მცირე 1%-იან რომ იქ შეიძლება რაღაც მეწყრული ზონა არის მეწყერი მიძინებული არის გააქტიურებული ბუნებრივი ამაზე გადაიტანენ აქცენტს და ასეთ საკითხებზე მიდის მუშაობა და სხვა მხრივ ბუნებრივია ხა მატერიალურ ზიანზე მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ